Რაც შეიძლება ერთ ღამეში აისრულო ოცნება. Daily News-ის ჟურნალისტის ამ ბანალურ კითხვას მერლინ მონრომ დაუფიქრებლად უპასუხა, რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში. ხო და ასე ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც მე და ჩემი ოპერატორი მელქო როსტიაშვილი მივლინებით ვიმყოფებოდით ნიუ-იორკში, Times Square-ზე ვისვენებით და თან Starbucks-ის ყავას მივირთმევდით, გაჩნდა ღამის ნიუ-იორკში გასეირნების იდეა. ეს იდეა კი რამდენიმე ქართველთან ერთად განვახორციელეთ. მაშასე წარმოგიდგენთ ცუცა კაპანაძეს, რომელიც მალე ჰოლივუდელი ვარსკვლავთან ერთად ითამაშებს ფილმში. იჩვენებთ ბროდვეის ცნობილ ქუჩას, სადაც პოპულარული მიუზიკლები იმართება და სულ ცოტა ხანში მის სცენაზე ქართველი ანანუ ჯიბლაძე დადგება, ასევე ვესტუმრეთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლუბს Webster Halls, სადაც ქართველი დიჯეები უკრავენ და გამოგიტყდებით და მეც ისე გამაგიჟა ამ ქალაქმა, რომ შუა ქუჩაში ჰარლემელი შავების დაკრუზეც კი ავწევ. ასე რომ ერთად ნახოთ ის, რაც ყველას იზიდავს ამერიკაში. ქალაქი, რომელსაც არასოდეს ძინავს და მეგაპოლისი, სადაც ყველა ერის ხალხს გადააწყდები. ერთი ღამე ნიუ-იორკში, ანუ უძინართა ქალაქში. საკმარისია ერთი ღამე მაინც გაჩერდე ნიუ-იორკში და შენ უკვე მისი მოქალაქე ხარ. ამბობდა ფრენკ სინატრა, მსახიობი და მომღერალი, რომელმაც თავის საყვარელ ქალაქს უკვდავი ჰიტიც კი უძღვნა. I'll make a brand new start of it in old New York if I can make it there I'll make it anywhere it's up to you New York New York სოფლიოს დედაქალაქად წოდებული ამერიკის მეგაპოლისი, ანუ სახელმწიფოში. აქ ცხოვრების იმდენად ჩქარი რიტმია, რომ ხშირად ხუმრობენ, დღე და ღამეც კი ერთმანეთს ეჯიბრება, რომელი გაასწრებსო. თუმცა მიუხედავად ამისა, ვინც ნიუ-იორკში ერთხელ მაინც ყოფილა, ყველას უკან დაბრუნების სურვილი უჩნდება. განსაკუთრებით ჭრელი და ინტერნაციონალური ბროდვეისა და მანჰეტენის გული Times Square-ია. ცენტრი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ენაზე ლაპარაკობს. ბროდვეის მიუზიკლებივით ხმაურიანი და ბაბილონის გოდოლივით მრავალეროვანი. ადგილი, სადაც არავის აწუხებს არც შენი ფერი, არც პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსი, ორიენტაცია და მით უმეტეს არც ეროვნება. ეს ნიუ-იორკია, ყველაზე ინტერნაციონალური ქალაქი მსოფლიოში. სწორედ აქ იწყება ამერიკული თავისუფლება და მათ შორის ქართველებისთვისაც. Hello New York! Get up, get on up, get up, get on up, stay on the scene, get on up, like a sex machine, get on up, get up, get on up, get up, get on up, stay on the scene, get on up, like a sex machine, get on up, get up, get on up, stay on the scene, get on up, like a sex machine, get on up. Wait a minute, shake your arm, then use your palm. Stay on the scene like a sex machine. You got to have the feeling, sure you're born. Get it together, right on, right on. Get up, get on up, get up, get on up, get up, get on up. ნიუ-იორკში ახლა საღამოს 8 საათია. დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს ქალაქის მოსახლეობა პარკებსა და სკვერებში ინაცვლებს. ბრუკლინის ქართული თეატრის მსახიობიც მათ შორისაა. ცდილობს ამერიკულ ცხოვრებას ფეხი აუწყოს. თუმცა ქართული ტემპერამენტი ცუცას არც ნიუ-იორკში ასვენებს და ექსპრომტი პერფორმანსიც მექსიკური გიტარის სიმებთან ერთად. Very nice. როცა მე ჩამოვედი ნიუ-იორკში და პირველი სპექტაკლი ვითამაშე, თქვით, მე და ქალბატონმა ხათუნამ, ჰოპლა, ჩვენ ცოცხლობთ. დიახ, ჩვენ ცოცხლობთ. ოცნებების ასრულება ჯერ კიდევ წინ არის, რადგან ამ ქალაქს არც ასაკი აქვს და არც სტანდარტები. აქ არავინ იცის, სად დაიწყება ახალი ისტორია და როდის დასრულდება. ცუცა კაპანაძეც უკვე 3 წელია ამ პრინციპით ცხოვრობს, იმიტომ რომ მისი კუმირის ბარბარა სტრეიზანდის მსგავსად, მასაც სჯერა, რომ რაც ძალიან გინდა, ის აუცილებლად გამოგივა.
თავდაჯერებულობას და ბედნიერების განცდას ბროდვეის ყველაზე პოპულარული ცენტრისკენ მივყავართ. უცნაური, მაგრამ ქუჩის ბიჭებისთვის შემოსავლიანი ტრანსპორტით ყველაზე ფერადი crossroad-ი უნდა გადავკვეთოთ. ეს ფრაგმენტი კი ცუცას წარსულიდან რაღაცით პასიანსის ერთ-ერთ სკეჩს მიაგავს. No chance to reach you. No bridge, no boat, no stones. Then I would swim the waters just like Brian. ეგეთი აი რა საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობ ნიუ-იორკში. ყოველ დღე მემსახურება ეს შავი კაცი. სწორედ იმისი არ იყოს ნეტა ვინ არის ეს შავი კაციო, ჩემი საქმეს. Lose you to someone else one day. I'll sure be diplomatic, just like Cassius Clay. 'Cause you're so special. 'Cause you're so special, just like anybody else. ისევ ისეთი ვარ ჩვეულებრივი, ოღონდ როგორ გითხრა, უფრო მეტი თავდაჯერებულობა შევიძინე, რომ მე ვარ ჭეშმარიტად თავისუფალი ადამიანი, აი ამ შესანიშნავ თავისუფალ ქვეყანაში და შემიძლია რომ ჩემი ოცნებები ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ავიხდინო. You don't need to worry, just rely on me. I'll forever will be faithful, like Lady Chatterley. If there's a need to tease you. Times Square-ზე ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. მსოფლიოს დანარჩენ მასებთან ერთად ისიც ყოველდღიურ საზრუნავს ივიწყებს და ჭრელი ღამეების რიტმში ებმება. მაგრამ ამერიკული ზიზილპიპილოებით გაწყობილი სათამბჯენების ქვეშაც კი ახსოვს, რომ მაინც ემიგრანტი ქალია. ისიც აქაური ქართველების მსგავსად ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ოცნებების ფაბრიკა ქართულ ნოსტალგიას ბოლომდე ვერ ანელებს. და ხშირად საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ნიუ-იორკი თბილის, Starbucks-ის კოფე ქართულ ყავას, ხოლო Times Square-ი შარდენს ახსენებს. ხოთშეს მე ახლა რო ვიყავი საქართველოში და ვიყავი შარდენზე, ძალიან არ გავს მართალია Times Square-ს, მაგრამ ნელ-ნელა ემსგავსება და თბილისი უფრო მაღალ საფეხურზეა, მაგრამ ჩემთვის უკვე ორივე მშობლიურია. იმიტომ რომ მე იქ ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს და აქაც უკვე 2 წელია ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები. და ჩემი უდიდესი სურვილია რომ კარგად ვისწავლო ინგლისური და გავიარო სამსახიობო სკოლა აქ. იმიტომ რომ ჩემი ოცნება ბროდვეის შოუში მივიღო მონაწილეობა. And now the end is near, and so I face the final curtain, my friend. ბროდვეის მიუზიკლების პანორამა ჯერჯერობით ისევ ოცნებებში რჩება, მაგრამ ვინ იცის, ეს რიგები, რომელიც ახლა ვესტსაიდური ისტორიის, ოპერის აჩრდილისა თუ ჰამლეტის სანახავად დგას, შესაძლოა ძალიან მალე მის სპექტაკლზე აღმოჩნდეს. ეს ხომ ამერიკაა, სადაც ოცნებები ერთ ღამეში სრულდება. I traveled each and every highway and more, much more than this. მე ვთამაშობ თავარ როლს ემიგრანტი ქალისას, რო შემომთავაზა ამ ქალბატონმა, რომ მე მინდა რომ თქვენი თამაშოთ ესო, იმიტომ რომ ეს გავს იმ ქალის ცხოვრებასო. ჩემთვისაც იყო ეს სურპრიზი და ჩემთვის არის უდიდესი ბედნიერება იმ ადამიანთან შეხვედრა. აი ვერ წარმოვიდგენ. და არის ბედნიერება იმასთან შეხვედრა. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ფავორიტი მსახიობი და არის ჩემი უსაყვარლესი მსახიობი. სანამ ფილმი გამოვა და ცუცა ჰოლივუდურ ოცნებას აისრულებს, მანამდე Times Square-ზე ნიუ-იორკის ღამის მუსიკალურ ნონ-სტოპს ჰარლემის ქუჩის მუსიკოსებთან ერთად უკვე მე ვარყვევ.
პარლემელი შავების დაკრულზე აცეკვებული თეთრით გაკვირვებული ხალხის მსგავსად ალბათ არც ამ გოგონებმა იციან სად არის საქართველო და როგორია ჩვენი ენა, მაგრამ თითქოს ესმით. ლოლა კი ასეთი ქართული პათოსით გამლელებს ხშირად ესაუბრება. გამონაკლისი არც ეს ბრუკლინელი ბიჭები არიან. თუმცა მათ გოგონებისგან განსხვავებით არ გაუმართლათ. მაგალითად, PJ-ს ჩვენში ასე მასიური რთული თანხმოვნის ყლის წარმოთქმა მოუწია. მე მიყვარს ნიუ-იორკი. You gotta say so. მე მიყვარს like მიყვარს it's better ნიუ-იორკი come on Got it already. ასე ხდება ხოლმე ღამის დისკოტურამდე რამდენიმე საათით ადრე. ისიც იმ ერთეულთა რიცხვშია, ვისაც გაუმართლა და ამერიკული თავისუფლება ლეგალურად შეიგრძნო. პირველად ფეხი როცა დავდგე Times Square-ზე ხვდები შენ თვითონაც რა სიტუაცია აქვს და ცაში რო აიხედავ ხვდები რომ სუპერმენი არსებობს და იგივე გრძნობა მაქვს ეხლაც. კიდე ის არის რომ ვერთობი თავარი რაც არის ჩემთვის 24 წლის ვარ და გართობის იქით მაინც ჯერჯერობით ვერ ვიხედები. დეჩებს და მომჩენს და წინის ეს ამბავი, მაგრამ ნუ ასიზამ. თვითონ ნიუ-იორკს აქვს, თვითონ რაღაცა მუხტი, ხალხი ჩამოდის და ვეღარ მიდის. მაგრამ ვერ ხსნიან ამას და მეც ჩორჩი. დაახლოებით მაინც. დაახლოებით. აი რა არის აქ? ისეთი რაც აქ არის ის, რასაც მთელი ცხოვრება შენ უყურებ ტელევიზორში და უცებ ხვდები აქ. თბილისი ძალიან ენატრება, მაგრამ სამეგობრო წრე უკვე აქაც შეიძინა. ამბობს, რომ ნიუ-იორკი ხშირად არარეალურს რეალობად აქცევს და ცხოვრებაც უფრო მოტივირებულია. ამიტომ ბედნიერი ხალხის იარლიყი თბილისელმა გოგონამაც ადვილად მოირგო. არსებობა გჭირდება, მაგრამ შენ მაგასაც მოახერხებ ცოტა ტვირით უნდა. თუ რაღაცის თუ საერთოდ არაფრის კეთება შეგიძლია. ანუ ხატვა შეგიძლია გამოხვიდე და ხატო გარეთ. და ფული გააკეთე. მე გავხდი DJ. ნუ სიმღერასთან ახლოს ვარ, ხო? საერთოდ რითმი არის მაინც. რითმი არის, ეს მთავარია. გამარჯობა, მე ვარ DJ ლოლა. All you ever have to hold. ლოლა უკვე თბილისში მიჩვეული ვიყავით მთელი სამეგობრო წრე. ბებია ჩემიც ლოლათი რომ მოგიხსენიებს. ხოხდები და უკვე აქ ჩამოვედი რაღაც ანა ცოტა ისეთ სახელია ანასტასია ანუ არა განსხვავებული აქ რა სწავლობ იცი ნიუ-იორკში არის რეკლამა საკუთარი თავს უნდა გაუწიო შენ რეკლამა ასე გახდა თბილისელი ანანო ჯიბლაძე ნიუ-იორკში ლოლა ლუნი. უკვე მეორე წელია სტელა ადლერის სამსახიობო სტუდიაში სწავლობს. თეატრში მუშაობს და ხანდახან ღამის კლუბებშიც მიქსავს. თუმცა ერთ დღესაც სწორედ ისე როგორც ფილმებში ხდება, მისი ამერიკული ყოველდღიურობა რეალობას გასცდა და ბროდვეიზე ახალი შუქი გამოჩნდა. მიდიხარ დაბადების დღეზე იცნო პროდიუსერს. თავაზობს მონაწილეობა მიიღო მაგასთან შოუში, შენ თან ხვდები და გეუბნება. всё, შენ ხარ მომღერალი. ეს მხოლოდ შეიძლება ნიუ-იორკში. ეს მარტო ნიუ-იორკში ხდება. მის უახლოეს გეგმებში ბროდვეის მიუზიკლთან ერთად ლოს-ანჯელესის კინოსკოლაც შედის, მაგრამ მანამდე ნიუ-იორკის ღამის კლუბებში ტრადიციული დისკოტური იწყება. Spy on me, baby, you satellite. Every rep you see me move through the night. Aim gonna fire, shoot me right. I'm gonna like the way you fight. I love the way you fight. Now you found the sea. ამერიკული თავისუფლება ღამის ნიუ-იორკში ყოველგვარ ჩარჩოებს ცდება. ჩვენი ტური კი ქალაქის ყველაზე პრესტიჟულ კლუბში, ვებსტერ ჰოლში გრძელდება. აქ ნებისმიერი შენ ნაბის აფასებენ ისე როგორც უნდა აფასებენ და არც ზედმეტად, არც ნაკლებად. აქ არ უყვართ რომ მეტი ყურადღება მიაქციო იმას, მეტად რაღაცა გაუკეთო, რომ შენ რაღაცა გაგიკეთოს. სამაგიეროდ. პირიქით აქ უყურებენ იმას, ვინ როგორ თანმიმდევრობით მიდის. და ამ ყველაფერს თუ შეხედავენ სწორი თვალით, რა თქმა უნდა, იმ ადამიანს ძალიან აფასებენ და ძალიან მაღალ დონეზე აყვავთ. ასე რომ აქ შეგუება საქაური სიტუაციის ძალიან რთული არის. აი ახლა იწყება შოუ, ცირკის შოუ, რომელიც მიყავს ქორეოგრაფს, შეინს, აი ფანჯარაში გავიხედოთ, შეგვიძლია. აი ახლა გამოვა.
ვებსტერ ჰოლის სცენას ახლა ყველაზე პოპულარული ცირკი იკავებს. აკრობატული ხელოვნება, შოუ-ბალეტი და ჰაუს მუსიკა ყოველ კვირას ორიგინალურ სინთეზშია. საღამოს მუსიკალური ნაწილი კი ორ ქართველ დიჯეის მიჰყავს. მუსიკოსსა და დიჯეების პრომოუტერს ნიკა გელაშვილს VIP გასასვლელით სცენაზე გავყავართ, სადაც ქართველების დახმარებით ბუგი სტილის ღამეები იწყება. What's up, Georgia? What do you want from me? You like my hookers? I got some nice hookers. Look at this. Oh, like a track. Oh, like it. I do it like a track with me. Oh, like it. I do it like a track. One more time. Oh, like it. I do it like a track. Once again. Oh, like it. I do it like a track. Just you. Oh, like it. Come on, louder, please. I do it like a track. Everybody right now. I do it like a track. აქ ასეულობით ადამიანის ეიფორიას დიჯეი თენგო, იგივე თენგის სეფიაშვილი და მაიკლ ჩაჩი, იგივე მიშა ჩაჩიშვილი განსაზღვრავენ. ამერიკული ექსტაზი აქაც ქართული ფესვებიდან მოდის. რა შევხედე ეს ბიჭები MySpace-ში ქართველები რომ ნახე, დიჯეები იყვნენ და სხვადასხვა კლუბებში უკრავდნენ და წავიყვანე ორივეს მომკიდე და ქართველებთან წავიყვანე და ქართული ფარი გავაკეთე, იმიტომ რომ მაინც მიზანი ქონდა ის რომ ქართველს მინდოდა რომ ქართველი გაეცნო აქ და მაინც ქართული ოჯახები შექმნილიყო, იმიტომ რომ ძალიან აირია ქართველს ამერიკელი ფიხვება. 3 წელს ვიყავი, 4 ხვდებოდი, მე მგონი 1-2 თვე აკლიოდა, 4 ხვდებოდი. 2 წელს ვიყავი და წამოვედი. დედაჩემმა არის სწავლა ინგლისური და მამაჩემი უფრო დედაჩემს ქართულად ელაპარაკებოდა. მეც მელაპარაკებოდა ქართულად და ასოდეს არ დავივიწყე. ოღონ ესე 5 წლის წინ ხელახლა ახალი ქართველი ამხანაგები გავიცანი. ოღონ მართალი ქართველები 1-5 წლის ჩამოსვლი და ვიცი კიდე მასწავლეს ქართული დავიწყეთ სუფრებზე ჭამასმა საღიძელო თამადობა ქართველოს გაუმარჯოს. თენგომ ქართული გარემო ვებსტერ ჰოლშიც დაგვახვედრა. ის საკუთარ დაბადების დღეს აქაურ ქართველებთან ერთად კლუბური მუსიკისა და ქართული სადღეგრძელოების პარალელურად აღნიშნავს. Everyone say hello. Georgian television. ოღონ ბევრი რაღაცები მახსოვს. მუშტაეტი მახსოვს. პატარა ვიყავი, ძალიან პატარა და არ მიშვებდნენ მანქნებზე. და დედაჩემმა ვიღაცა შეეკითხა. წაიყვანეო, დააჯინეო შენთან, უნდაო ძალიანო. დამაჯინა კაცმა და ვიღაცამ შეგვეჯახა და ცხვირი გავიხეთქე იქა, სისხლი წამოდიოდა და მახსოვს. სუკოთის იქ მინდოდა წასვლა მაინც. მანქნები რო არ ტყავ. აქ ხვია go-kart. Go-karts, yeah, bumper cars. მახსოვს. ხო? ტიკეტი ვიყიდე. უნდა წასულიყავი last year. ოღონ ის ომი რომ მოხდა მერე ვეღარ წავედი. ქართველები ისევ ფორმაში არიან. ჩვენთან ინტერვიუსაც ასწრებენ და დაექსტაზებული მასების მართვასაც. თუმცა კლუბური ალკოჰოლისა და სხვა გასართობების მიუხედავად, ბიჭებისთვის ქართული სამზარეულო მაინც პირველ ადგილზე რჩება. ხშირ შემთხვევაში კი ჰაუს მუსიკასთან სინთეზში არა მხოლოდ საცირკო წარმოდგენები, არამედ ქართული ხინკალი და ხაჭაპურიცა. ყველა ჩემ ამხანაგებმა იციან. ყველა წავიყვანე ქართულ რესტორანში, ყველა იყო ჩემ დედაჩემის სახლში, დავალევინე, დავათვრეთ, ყველაფერი. დაუჭედე ქართულად. ხო. შაშლიკები, ვაჭამეთ ქართული, everything, ყველაფერი. ყველაზე სასაცილო იყო
ეს იმებში რომ ყანწებში რომ დავალევინეთ. ღვინო. ამის raise ძმა ისე დათვრა. ჩემი ტუალეტი იყო და ყველაზე კაი ის ხდება რომ დილის 6 საათზე რომ ვამთავრებ მუშაობას რომ მივდივარ სახლში დისკი მაქვს ქართული სიმღერების ძველი დუდუკები და ერთი ჯგუფი მაქვს ქორალი ქვია მაგარი ანსამბლი არის ამ სიმღერას ჩავთავ ხოლმე და რომ თენდება ნიუ-იორკში და მივდივარ სახლში და წყნარდები დაწყნარებული მივდივარ შემილი არ დავიზინო გავაგზელო მუშაობა ისეთი ქართული მუსიკა სიამოვნებს ძალიან ნიკას პრომოუშენისა და ქართული მუსიკის გარდა კიდევ რადიო გელანი აქვს, რომელიც მამის სახელის გელასა და NY-ის, ანუ ნიუ-იორკის შემოკლებული აბრევიატურაა. გარდა ამისა, პენსილვანიაში ყოველწლიურად ქართულ რთველს აწყობს. რაც შეეხება DJ Tango-ს საქართველოში დაბრუნებამდე ინტერნაციონალურ პუბლიკას მოდუნების საშუალებას კვლავ არ მისცემს და ხანდახან ქართული ხაჭაპურითაც გამიქსავს. შავკანიანებში ასე პოპულარული ლოლა ლუნიკი ბროდვეის მიუზიკლისთვის მოემზადება. ამასობაში ნიუ-იორკში ძალიან ბევრჯერ დაღამდება და გათენდება. ისევ შეეჯიბრებიან დღე და ღამე ერთმანეთს, რომელი გაასწრებს და ისევ ბევრს მოუნდება ამ ქალაქში თუნდაც ერთი ღამის გატარება. ალბათ იმიტომ, რომ მძინართა ქალაქში ყველა თავის თავს პოულობს და ყველას თავისებურად უხდება ოცნებები. And step around the heart of it, New